მეც შეეხება, უკვე როცა ჩამოყალიბდება menstrualuri ციკლი, უკვე რეპროდუქციულ პერიოდში როცა ვართ, უკვე როცა გამრავლების უნარს ვიძენთ საბოლოოდ ჩვენი სხეული და ასე ვთქვათ მენტალობა თუ უკვე ამისთვისაც მზად არის, ეგ ცალკე საკითხია, menstruatsiას რო დაუბრუნდეთ, სადღაც 20 ახალი მონაცემებით 24-დან 38 დღემდე ხანგრძლივობის და როგორც გითხარით 28 დღიანი არის ყველაზე გავრცელებული სიხშირით menstrualuri ციკლის ინტერვალი, 24-დან 38 დღემდე არის ხოლმე ნორმალური, განაცდენებით სადღაც 7-დან 10 დღემდე შიგადაშიგ თუ ხდება ხოლმე, როგორც წესი არის ხოლმე ნორმალური. ასევე, menstrualuri სისხლის წამოსვლის დღეების რაოდენობაც მაქსიმუმ 8 დღეა ხოლმე, თუმცა ამ 8 დღეში შეიძლება 3 დღე გრძელდებოდეს, მაგრამ ისეთი ჭარბი იყოს, მაგალითად ღამით ვავსებდეთ ღამის დიდ საფენს 1-2 და უბრალოდ 1-ზე მეტს, ხო? ესეც შეიძლება იყოს საეჭვო ჭარბ menstrualur სისხლდენაზე, არ ნიშნავს, რომ 3 დღიანი შეიძლება იყოს ნორმალური რაოდენობა. ზოგადად 50 მილიგრამი, ამიტომ არის menstrualuri ჭიქა კარგი საშუალება, ყოველდღიური სისხლის დანაკარგი არის ხოლმე ნორმალური menstrualuri სისხლის დანაკარგი, ხოლო როცა უკვე უფრო მეტია ყოველდღიურად მაგ შემთხვევაში უკვე ითვლება, რომ ჩვენ ჭარბად ვკარგავთ სისხლს.